კოდები და შიფრები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება. თუმცა ამ როლს ისინი განსხვავებულად ასრულებენ. კოდირების დროს გზავნილის ყველა სიტყვა ან ფრაზა იცვლება კოდური სიტყვებით ან ციფრებით. კოდირებული ინფორმაციის ჩაწერის ან წაკითხვის ერთადერთი გზაა კოდების წიგნის გამოყენება. დაშიფვრის დროს ტექსტში ასოების სხვა ასოების ჩანაცვლება ხდება. შიფრით ჩაწერისა და ამოკითხვისათვის აუცილებელია თითოეული ასოს დაშიფვრის წესის ცოდნა. ძველი ეგვიპტელები საიდუმლო ინფორმაციის დაშიფვრისათვის იეროგლიფებს იყენებდნენ, რომაელები კეისრის შრიფტს, ვენეციელები ალბერტის დასაშიფრ დისკოს. თუმცა ინფორმაციის ნაკადის ზრდასთან ერთად ხელით დაშიფრვა გართულდა. ჩვენ რამდენიმე მიმართულებას ვიცნობთ კოდირებული საიდუმლო ენიდან: სტენოგრაფია, კრიპტოგრაფია, მორზეს ანბანი, ენიგმა და ასე შემდეგ. კოდის ამ ეპიზოდში კი, რა თქმა უნდა, უდიდეს გამოგონებაზე გიამბობთ. ენიგმას მანქანა და მისი საიდუმლო. 1917 წელს ჰოლანდიელმა ჰიუგო კოხმა კომერციული ინფორმაციის დაცვისათვის დასაშიფრ ელექტრონულ მოწყობილობაზე პატენტი მიიღო. ერთი წლის შემდეგ გერმანელმა ინჟინერმა არტურ შერბიუსმა ეს პატენტი შეისყიდა და გადაკეთების შემდეგ იმ დროისათვის უნიკალური დასაშიფრი მანქანა შექმნა. გამოგონებას ენიგმა უწოდეს, რაც ბერძნული სიტყვაა და ეტიმოლოგიური მნიშვნელობით გამოცანას ნიშნავს. 1923 წელს ბერნში საერთაშორისო საფოსტო კონგრესზე წარმოდგენილმა გამოცანამ დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე მოწყობილობა გაიყიდა შვედეთში, იაპონიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში. სრული წარმოდგენისათვის დავიწყებ მისი გამოგონებისა და დახვეწის ამბავს. ენიგმას პირველი მოდელი A 50 კილოგრამს იწონიდა და სალაროს აპარატს ააგავდა. მოდელი B საბეჭდ მანქანასავით გამოიყურებოდა და ზომითაც მისი მსგავსი იყო. გერმანული ფლოტი პირველი სახელმწიფო უწყება იყო, რომელმაც ენიგმას გამოყენება დაიწყო. სხვა როტორული მოწყობილობების მსგავსად, ისიც მექანიკური და ელექტრონული მექანიზმებისგან შედგებოდა. მექანიკური ნაწილი კლავიატურასა და მბრუნავ დისკოებს ითავსებდა. ყველა როტორზე ანბანის ასოები იყო დატანილი. მუშაობის წინ ოპერატორი როტორებს სპეციალური კოდით წინასწარ აყენებდა. კოდი ყოველ 24 საათში ერთხელ იცვლებოდა. დაშიფრის პროცესი ელექტრონულად ხორციელდებოდა. კლავიატურაზე ღილაკის დაჭერისას სხვადასხვა გზებით მოძრავი ელექტრონული იმპულსი წრეც კრავდა. ენიგმაზე ანთებული ერთ-ერთი ნათურა დაშიფრულ ასოს შეესაბამებოდა. ოპერატორი მხოლოდ საბოლოო შედეგს აფიქსირებდა, რომელსაც რადიოთი ადრესას უგზავნიდა. მისი წაკითხვა მხოლოდ ანალოგურ პარამეტრებზე მომუშავე ენიგმას მფლობელს შეეძლო. გამოცანამ დაშიფრვა გაამარტივა. მომავალ მეორე მსოფლიო ომში ენიგმას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა. გერმანელები ენიგმას გამუდმებით აუმჯობესებდნენ, თუმცა სამ როტორიანი მოდელის შემთხვევაშიც კი ყოველ ასოს 17566 შესაძლო ვარიანტი ჰქონდა. 26 გამრავლებული 26 და გამრავლებული 26. ენიგმა აქტიურად ჩაერთო გერმანელების სამხედრო საიდუმლო ოპერაციებში. ისტორიის ყველაზე სისხლიან ომში ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ებრძვიან ნაცისტურ სახელმწიფოებს. ნაცისტურმა გერმანიამ წამოიწყო ახალი ტიპის ომი, სწრაფი, დინამიური და დაუნდობელი. ის რადიოკომუნიკაციებით ხორციელდება, რომელიც იგზავნება რთული შიფრებით, რასაც გერმანიის მთავრობა ძლიერ აფასებს. მაგრამ ფრონტის ხაზებიდან შორს, ინგლისის ერთ მშვიდ კუთხეში, საიდუმლო ოპერაცია მიმდინარეობს. ბრწყინვალე გონების, თანამედროვე ტექნოლოგიის და დაუღალავი შრომის წყალობით, ნაცისტური სახელმწიფოების კომუნიკაციები იხსნება, იშიფრება დაზვერვითი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ომის ბედი მოკავშირეთა სასარგებლოდ შეცვალოს. ეს საიდუმლოებები დაცულია უმაღლესი უსაფრთხოების კლასიფიკაციით ულტრა. (1929 წელი. ევროპა ომის ზღვარზეა. მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერმა და ნაცისტურმა პარტიამ ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მათ დაშალეს გერმანიის დემოკრატიული ინსტიტუტები და სწრაფად გაზარდეს სამხედრო ძალა მომავალი დაპყრობითი ომისთვის. მომავალი კონფლიქტისას რადიო გახდება სამხედრო კომუნიკაციის საფუძველი.
და ომის დროს ყველა შეტყობინება საიდუმლო კოდებით უნდა დაიშიფროს. თუ შეძლებ მტრის კოდების გაშიფრვას, დაინახავ მისი ძალების განლაგებასა და მდგომარეობას და წინასწარ შეიტყობ მოახლოებულ თავდასხმაზე. 1930-იან წლებში ბრიტანელი კრიპტოანალიტიკოსები სწავლობდნენ გერმანულ შიფრებს, თუმცა მცირე წარმატებით. ამის მიუხედავად მნიშვნელოვან გარღვევას მიუახლოვდნენ. ამ დროს პოლონეთში, დედაქალაქ ვარშავას გარეუბანში, ტყის პირას, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და პოლონეთის დაზვერვის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს საიდუმლო შეხვედრა. ისინი საკუთარ თავს X, Y და Z უწოდებენ. სამი ქვეყანა ერთად მუშაობს გერმანული კოდების გასაშიფრად. ბრიტანულ მხარეს წარმოადგენს დილი ნოქსი, ბრწყინვალე და ექსცენტრიკული აკადემიკოსი. ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოანალიტიკოსი. მისი სამეცნიერო კვლევა ეხებოდა ძველი ბერძნული პოეზიის რეკონსტრუქციას პაპირუსის მცირე ფრაგმენტებიდან. ფრანგი და პოლონელი კოლეგების მსგავსად ნოქსის მიზანი იყო გაეშიფრა გერმანიის არმიის მიერ გამოყენებული შიფრის აპარატი ენიგმა. ეს არის მცირე ზომის პორტატული მოწყობილობა, რომელიც ქმნის გაუშიფრავ კოდებს. მისი გამოყენება მარტივია. ოპერატორი აკრებს ტექსტს კლავიატურაზე და ყოველი კლავიშის დაჭერისას განათდება სხვა ასო. ეს ასოები გადაიცემა რადიოთი მორზეს ანბანით და მიმღები მხარე იმავე პარამეტრებით იყენებს ენიგმას აპარატს. სინათლის პანელზე ანთებული ასოები აჩვენებს თავდაპირველ ტექსტს. თუმცა, რომელი ასო აინთება დაჭერისას დამოკიდებულია სამი მოძრავი როტორის შიდა ელექტრონულ კავშირებზე, რომლებიც ყოველი კლავიშის დაჭერისას იცვლება. თითოეული როტორის შიდა გაყვანილობა უნიკალურია და მათი გადალაგებით შესაძლებელია ახალი კომბინაციების შექმნა. დამატებითი უსაფრთხოებისათვის აპარატის წინა ნაწილში მოთავსებულია პლაგბორდი, რომელიც ასოებს წყვილებად ცვლის. ამ გზით შესაძლებელია 150 მილიონი განსხვავებული კომბინაცია. დილი ნოქსის ენიგმას მუშაობის პრინციპი ესმის, თუმცა მას სჭირდება ზუსტად იცოდეს მისი შიდა გაყვანილობა. ის იმედოვნებს, რომ პასუხებს პოლონელისგან მიიღებს. პოლონეთი გერმანიის თავდასხმის საფრთხის წინაშეა და მზად არის გაუზიაროს თავისი ცოდნა საფრანგეთსა და ბრიტანეთს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. ის, რაც ამ შეხვედრაზე გამოაშკარავდება, საბოლოოდ გახსნის ენიგმას საიდუმლოს. ახლა მოდი, ცოტა ხნით ისტორიას მოვწყდეთ და უფრო დეტალურად გავიგოთ, როგორ მუშაობს ენიგმას მანქანა. გამოცანა აპარატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო მოდულარული არითმეტიკის გამოყენება. თითოეულ როტორს ჰქონდა ელექტრული კონტაქტების სერია, რომელიც შეესაბამება ანბანის ასოებს. მანქანაში ჩართული მოდულური არითმეტიკა საშუალებას აძლევდა დინამიური და განვითარებადი დაშიფრის სქემის წარმოებას. მისი სიძლიერე მდგომარეობდა უნარში, შეიქმნა დაშიფრის მრავალი შესაძლო პარამეტრი. სწორედ ეს მოქნილობა უკიდურესად ართულებდა დაშიფრვას კონკრეტული შეტყობინებისათვის გამოყენებული კონკრეტული პარამეტრების ცოდნის გარეშე. ენიგმა გარეგნულად წააგავს საბეჭდ მანქანას, თუმცა მიზანი განსხვავებულია, საიდუმლო შეტყობინებების დაცვა გაგზავნა. რა არის დაშიფრვა და გადაშიფრვა? დაშიფრვა შეტყობინებების დამახინჯებაა, რომ მისი შინაარსი გასაგები არ იყოს. სხვა პირებისთვის, მაგალითად, მარტივი შიფრი თითოეული ასოს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით გადატანას გულისხმობს. გადაშიფრვა კი არის ამ დამახინჯებული შეტყობინების თავდაპირველ ფორმაში დაბრუნება. როგორ მუშაობს ენიგმა? ენიგმა შედგება კლავიატურისგან, 26 ასო, ნათურების პანელისგან და რამდენიმე როტორისგან, რომლებიც ასოების თანმიმდევრობას ცვლიან. თითო დაწყაბუნებაზე სხვადასხვა ასო ანათებს, რაც სინამდვილეში დაშიფრული ასოა. შეტყობინება გადაეგზავნება რადიო მორზეს კოდით და მიმღებ მხარეს იგივე მოწყობილობაში უჩნდება შეტყობინება, რომელსაც განშიფრავს. ტექნიკური მახასიათებლები: როტორები. თითო როტორი შეიცავს კონკრეტულ კონტაქტებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ელექტრულ წრეში ასოების შეცვლას ახდენენ. სამი როტორი ცვლის ასოს თანმიმდევრობას სამჯერ. შემდეგ ასო რეფლექტორში ვარდება და უკან უბრუნდება როტორებს კიდევ სამჯერ. პლაგბორდი ელექტრულად შეყვანილ ტექსტს დამაბნეველად ცვლიდა, ასოებს ერთმანეთში ურევდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დაშიფრის სირთულეს. მექანიკური სისტემა. თითო კლავიშზე დაჭერისას როტორები ერთ პოზიციაზე განლაგდებოდა, რაც საშუალებას აძლევდა კოდს მუდმივად შეცვლილიყო.
შესაბამისად, ენიგმის მანქანა ძალიან მძლავრი იყო იმ დროისათვის, რადგან კოდის შეცვლა მუდმივად ხდებოდა და მტრისთვის მისი გაშიფრვა თითქმის შეუძლებელი იყო. ელექტრული წრე ენიგმაში. კლავიშზე დაჭერისას ენერგია სისტემაში იწყებს მოძრაობას. სიგნალი გადაადგილდება. კლავიშის საკონტაქტო სარქველიდან პლაგბორდის იგივე დედა დაფის გავლით. შემდეგ შედის სამ როტორში, გაივლის რეფლექტორს. შემდეგ ისევ სამი როტორის გავლით უკან ბრუნდება პლაგბორდში. ირთვება ლამპა. ასოები სულ 7 ჯერ იცვლება. როტორებში 6 ჯერ და ერთხელ პლაგბორდში. როგორ მუშაობს როტორები? ყოველ დაჭერაზე პირველი როტორი 1 ნაბიჯით იხრება. როცა პირველი როტორი 26 პოზიციას შეიცვლის, მეორე როტორი 1 ნაბიჯით იხრება. მესამე როტორიც იხრება, როცა მეორე როტორი 26 პოზიციას გაივლის. ეს კომბინაციების ძალიან დიდ რაოდენობას ქმნის, რომლებიც ყოველდღიურად იცვლება. როტორები მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავენ, რაც უზრუნველყოფს კოდის ცვლილებას ყოველი შეტყობინების გაგზავნის დროს. მოკლედ, ნაცისტური სამყაროს მტრებს, მოკავშირეებს ძალიან დიდი სამუშაო ჰქონდათ. ასე მოკლედ, გაგაცანით ენიგმას მანქანის მუშაობის პრინციპი. პოლონელები პირველები იყვნენ, ვინც ენიგმასგან მომავალი საფრთხე სერიოზულად აღიქვეს. გამოცანის წაკითხვისათვის 1929 წელს ვარშავაში საიდუმლო ბიურო შეიქმნა. მისი პირველი თანამშრომელი 3 ნიჭიერი მათემატიკოსი იყო. აქტიური მუშაობის მიუხედავად 4 წლის განმავლობაში მათ წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს. ციხე, რომელიც ენიგმას საიდუმლოს ინახავდა, რა თქმა უნდა, შიგნიდან გაწყდა. 1931 წელს ფრანგებმა ჰანს შმიდტი გადაიბირეს. გერმანელმა ოფიცერმა, რომელსაც ენიგმების ძველი კოდების განადგურება ევალებოდა. ისინი ფრანგებს მიყიდა. მათ კი ინფორმაცია პოლონეთს გადასცეს. მოდი გავყვეთ ისტორიას. ბერლინი 1931 წელი. პოლონელების მიერ ენიგმას გატეხვის ისტორია 1931 წელს იწყება, როცა გერმანელი ჰანს შმიდტი მიდის ბერლინში მდებარე საფრანგეთის საელჩოში. ის ფრანგებს გერმანულ კრიპტოგრაფიულ საიდუმლოებებს თავაზობს, გარკვეულ საფასურად. მისი შეთავაზება მიღებულია. დოკუმენტებს შორის არის ენიგმას კოდების წიგნები და ექსპლუატაციის დეტალური ინსტრუქციები. საფრანგეთისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებული არ არიან, რომ ეს საკმარისია ენიგმას კოდის გატეხვისთვის. მაგრამ პოლონელებს ბევრად უფრო ადარდებთ შესაძლო მომავალი კონფლიქტი გერმანიასთან. ისინი ამ დოკუმენტებს წაიღებენ და გადასცემენ სამ ბრწყინვალე მათემატიკოსს, ჰენრიკ ზიგალსკის, იეჟი რუჟიცკის და მარიან რეევსკის. ეს უკანასკნელი აღწევს ყველაზე გამაოგნებელ წარმატებას. მხოლოდ ჰანს შმიდტის არასრული ინფორმაციის საფუძველზე ის აყალიბებს ენიგმას მუშაობის კრიტიკულ მათემატიკურ ფორმულებს და ახლიდან ააგებს მანქანის შიდა სისტემას. რეევსკის წარმატებით პოლონეთი 1933 წელს უკვე გატეხავს ენიგმას შეტყობინებებს, ხოლო 1938 წლისთვის ისინი წარმატებით კითხულობენ ენიგმის 75%-ს. თუმცა მათი წარმატება მოულოდნელად სრულდება. გერმანიაში ყველაფერი სწრაფად ვითარდებოდა. არმიამ ენიგმის აღჭურვილობის გამკაცრება შეძლო. სრულიად შეიცვალა გამოყენების წესები და ერთის ნაცვლად 2 ახალი როტორი ჩაემატა სქემაში. ეს კი 60 შესაძლო კომბინაციას ქმნის. ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად გააურთულებს პოლონელებს ენიგმის გზავნილების საკითხვას. გერმანული თავდასხმის მოახლოების საფრთხის გამო პოლონელები გადაწყვეტენ თავიანთი კვლევები გაუზიარონ ბრიტანელებს. დილის ნოქსი გაკვირვებული მადლიერებით იღებს პოლონელებისგან მიწოდებულ ინფორმაციას. ბრიტანეთი აღჭურვილია საჭირო სადაზვერვო მონაცემებით, რათა დაიწყოს ბრძოლა ენიგმის წინააღმდეგ. ლონდონის ჩრდილოეთით, პატარა ინგლისურ ქალაქ ბლეჩლის სასახლეში, რაღაც უცნაური ხდება. მუშები ზელენ ბეტონს, აყენებენ ტელეფონის კაბელებს და ელექტროგადამცემებს. ამ დროს მოდის ექსცენტრიული აკადემიკოსების ჯგუფი, საიდუმლო მისიით, გადეხონ ბრიტანეთის მტრის საიდუმლო კოდები. ისინი არიან კოდ გატეხვის მთავარი სამთავრობო სკოლიდან, GCNCS, რომელიც პასუხისმგებელია უცხოური სადაზვერვო ინფორმაციის გაშიფრვაზე. ბლეჩლის სასახლე მეტწილად დაცული იყო შესაძლო გერმანული დაბომბვებისგან, მაგრამ ამავე დროს ტელეფონითა და რკინიგზით დაკავშირებული იყო ცივილიზებულ ინგლისთან. ოპერაციას უწოდეს კაპიტან რიდლის სროლის ჯგუფი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კაპიტან ალისტერ დენისტონი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებიდან მოყოლებული იყო კოდ გატეხვის მოწინავე სამხედრო პირი. ის ცდილობდა დაეცვა თავისი ექსცენტრიული თანამშრომლები და მათთვის მუშაობა გაემარტივებინა.
იმ დროისათვის GC&CS-ის დაახლოებით 150 თანამშრომელი ჰყავდა, რომლებიც კომფორტულ აკადემიურ ატმოსფეროში მუშაობენ, მაგრამ თუ ომი დაიწყება, მათ მოუწევთ დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება და კოდგატეხვა უნდა გადაიქცეს მასიურ ინდუსტრიულ ოპერაციად. დენისტონი იწყებს პროფესორის ხარისხის მქონე პირების მოძიებას. მათ სიახლოვესაა ოქსფორდი და კემბრიჯი, სადაც არსებული აკადემიური ნიადაგი შესანიშნავი პოტენციური რეზერვია. პირველ ხანებში ბლეჩლიში მოდის ორი მათემატიკოსი, გორდონ ველჩმანი, ბრწყინვალე კოდგამტეხელი, რომლის იდეებმა რადიკალურად შეცვალა მეთოდები ბლეჩლიში და ალან ტიურინგი, გენიოსი, რომლის სამუშაომაც ბლეჩლიში დიდი პროგრესი წასწია წინ კომპიუტერული მეცნიერება, რა თქმა უნდა, ადრეული ეტაპებით. სანამ ისტორიის თხრობას გავაგრძელებ, ამავე ეპიზოდში უხერხული იქნება, რომ მეტი არ მოგიყვეთ ალან ტიურინგის შესახებ. ალან ტიურინგი 1912 წლის 23 ივნისს ლონდონში დაიბადა. მამამისი ინდოეთის საჯარო სამსახურის მოხელე იყო, ამიტომ ტიურინგი 1926 წლამდე ინდოეთში ცხოვრობდა. ალანი მათემატიკას კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა კვანტურ მექანიკას. კემბრიჯში მუშაობისას დაასკვნა, რომ ავტომატური გამოთვლის მანქანებს ყველა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა არ შეუძლიათ. ამ კონცეფციას ტურინგის მექანიზმსაც უწოდებენ, რაც გამოთვლების თანამედროვე თეორიის მთავარი ფუნდამენტია. 1936 წელს ტურინგი ამერიკაში პრინსტონის უნივერსიტეტში წავიდა და 2 წელიწადში კვლავ ბრიტანეთში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს ცნობილმა მათემატიკოსმა ბრიტანეთის კრიპტოანალიტიკურ საიდუმლო დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. გერმანიას მიაჩნდა, რომ ენიგმას გატეხვა შეუძლებელი იყო, ამიტომ ისინი მექანიზმს ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის იყენებენ: ბრძოლის ველზე, ზღვაზე, აერში და სპეცსამსახურებისთვის. ალან ტიურინგმა მის 5 წევრისგან შექმნილ გუნდთან ერთად შეძლო ენიგმას მუშაობის პრინციპის ამოხსნა და წლების მანძილზე ბრიტანეთი და მოკავშირეები წინასწარ იღებდნენ ინფორმაციას საომარი მოქმედებების შესახებ. ასე 10,000-ობით სიცოცხლე გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ენიგმაზე მხოლოდ ტიურინგი არ მუშაობდა და მისი გატეხვა კოლექტიური მუშაობის შედეგი იყო, ალან ტიურინგის როლი უმნიშვნელოვანესია. უშუალოდ ტიურინგმა შექმნა მანქანა, რომელიც დღევანდელი კომპიუტერის პირველადი ვერსიაა და ამ მანქანამ საბოლოოდ შეძლო შეტყობინებების დაშიფრვა. ფილმში პირველ ყოფილ კომპიუტერს ალანი კრისტოფერს არქმევს, მისი ბავშვობის ერთადერთი მეგობრის სახელს, რომელიც ტუბერკულოზის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა რეალურად ამ მანქანას ბომბას უწოდებდნენ. ნებისმიერ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც ენიგმადან იყო მიღებული, ბრიტანეთი ტოპ საიდუმლოს იარლიხს ანიჭებდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა იმის შესახებ, რომ ენიგმას შეტყობინებები იშიფრებოდა. 1970 წლამდე ენიგმას გაშიფრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალან ტიურინგის მთავარი საფიქრალი მის მიერ შექმნილი მანქანის განვითარება იყო და ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც ლოგიკურად ამუშავებდა ინფორმაციას. 1959 წელს ტიურინგმა მანჩესტერის უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა. ის კომპიუტერულ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მისი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის შექმნა იყო და ამისთვის საბაზისო საფეხური მოამზადა. ტიურინგის სამუშაო თეზისზე ემსახურებოდა იმის გარკვევას, შესაძლებელი იყო თუ არა ჰქონოდა კომპიუტერს ინტელექტი. მან შექმნა ტესტი, რომელსაც თავადვე უწოდა იმიტაციის თამაში. ეს ტესტი მართლაც როლურ თამაშს გულისხმობს, რომლის ერთ მხარეს ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს მათი თანამოსაუბრე ჩატბოტია. ამ უკანასკნელმა თანამოსაუბრე უნდა დაარწმუნოს, რომ ისიც ადამიანია და არა კომპიუტერული მოწყობილობა. 2014 წლის ივნისში პირველად გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ კომპიუტერულმა მოწყობილობამ ტურინგის ტესტი ჩააბარა. ეს საოცარი ამბავი კი სამწუხაროდ რუსეთში მოხდა. ეს უკვე სულ სხვა ეპიზოდის თემაა. ალან ტურინგი ჰომოსექსუალი იყო. 1952 წელს იგი მანჩესტერის უნივერსიტეტში მუშაობდა და უნივერსიტეტში მომუშავე ტექნიკოსთან არნოლდ მიურესთან ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ ამ პერიოდში დააკავეს ტურინგი და მას ბრალი უხამს ქცევისათვის აუყენეს, რადგან იმ დროინდელ ბრიტანეთში ჰომოსექსუალური აქტი კრიმინალად ითვლებოდა. ტურინგი ციხეს გადაურჩა, თუმცა სანაცვლოდ ჰორმონალურ მკურნალობას დათანხმდა, ეგრეთ წოდებულ ქიმიურ კასტრაციას. 1 წლის განმავლობაში ალანი ადამიანის ორგანიზმში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ესტროგენის დამატებით დოზას იძულებით იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში ტურინგის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაანადგურა. მკურნალობის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ალან ტურინგმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ალან ტურინგი 1954 წელს საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. საწოლის გვერდით მაგიდაზე ნახევრად შეჭმული ვაშლი იდო.
ალან ტურინგი ციანიდის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ასე დასრულდა მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის გამო ამ გენიოსის სიცოცხლე. რა უფრო მნიშვნელოვანია, რას აკეთებდა ის საწოლში, თუ კიდევ რამდენიმე შესძენა მსოფლიოსა და კაცობრიობას. სამწუხაროდ ადამიანმა ადამიანში 10 წლეულების შემდეგ გამოიღვიძა. ახლა კი დავუბრუნდეთ ენიგმას ისტორიას. 1938 წელს ჰიტლერის გადაწყვეტილებით მიუნხენის შეთანხმების გამო ომი საფრთხე შემცირდა, რის გამოც კაპიტანი რიდლის ჯგუფი ბლეჩლიდან ლონდონის ოფისებში დაბრუნდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდნენ. დიდი ბრიტანეთი ომშია, ხალხის მობილიზება გრძელდება. ახალგაზრდები სამხედრო სამსახურში მიდიან, უფროსები ქარხნებში მუშაობენ. GC&CSE ისევ გადადის ბლეჩლიში. დაიწყო გერმანული შეტყობინებების დიდი ნაკადის გაშიფრვა. სამუშაო ინტენსიურად ვითარდებოდა. საშუალო ოფიცრები და რადიოოპერატორები იგრეკ სადგურებში იჭერენ გერმანულ სამხედრო სიგნალებს. ეს იყო საფრთხილო და ვიწროდ სპეციალიზებული სამუშაო. სიგნალები შეიძლება გადავიდეს სიხშირიდან, დაზიანდეს ამინდის გამო ან დაიფაროს სხვა სიგნალებით. გერმანიის არმია, სამხედრო გემები და ავიაცია იყენებენ სხვადასხვა ქსელებს ენიგმისთვის, თითოეული განსხვავებული პარამეტრებით, რაც ნიშნავს, რომ ყველა ქსელი ცალ-ცალკე უნდა გადაეხონ. შესაძლოა ქსელებს ფერების მიხედვით მიენიჭოს დანიშნულება. არმიის შეტყობინებები მწვანე ფერით, ავიაციის წითელი და ყავისფერი ფერებით, ხოლო ქვეითებს მოიხსენებენ სახელებით. ბლეჩლი ახლაც არ არის საკმარისად დაკომპლექტებული და ამიტომ გადატვირთულია. კოდგამტეხლები მუშაობენ დღე-გამოშვებით. ეტაპობრივად ოპერაცია სასახლიდან მოკლე შენობებში გადადის, რომლებსაც კარაბებს ეძახიან. მუშაობა ხის და ბეტონის იატაკზე მიდიოდა. ხანდახან შუქჩამქრალში, ღამით, ხელით, ფანქრით და ქაღალდით. პოლონელთა მიერ აღმოჩენილი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაკლი იყო, რომ ენიგმის ოპერატორები ყურადღებას აქცევდნენ როტორების პოზიციებსა და ელექტრულ მავთულებს. მათი აზრით ეს სისტემა კონკრეტული წესით იყო განლაგებული, რაც მტრისთვის მეტად უზრუნველყოფდა გადასაცემის შეტყობინების დაფარვას. გერმანელები მესიჯების პოზიციებს ორჯერ აგზავნიდნენ რადიოთი, რაც პოლონელების აღმოჩენილი მნიშვნელოვანი შეცდომა იყო. ეს იძლევა ორი ერთნაირი სამასოიანი კოდის მიღების საშუალებას, რომელიც შემდგომ გადახვის მთავარი გასაღებია. 1940 წლის იანვარში ბლეჩლიმ პირველად გადეხა ენიგმა, ჩაწერა ავიაციის და არმიის ყოველდღიური პარამეტრები. ბრიტანელი კოდგამტეხლები თითქმის რეალურ დროში კითხულობენ სამხედრო ბრძანებებს. 4 თვის შემდეგ გერმანელები შლიან უსაფრთხოების წესებს, რამაც გააქარწყლა პოლონური მეთოდების გამოყენება. ბლეჩლი კვლავ ბრმაა. მაგრამ 21 წლის მათემატიკოსი ჯონ ჰერივერი იპოვის ახალ გზას. ფიქრობს, რომ ადამიანის შეცდომა შეიძლება გახდეს შესასვლელი ენიგმაში. დაღლილმა და დასტრესილმა ოპერატორმა შეიძლება როტორები არასწორად მომართოს, რაც კოდის უსაფრთხოებაში შეცდომას წარმოშობს. ამ ტექნიკით 1940 წლის მაისში გადახილია ლუფტავეს წითელი ქსელი და შესულია ომის გარდამტეხი და საკვანძო მომენტების სიაში. თუმცა კოდის გადახვა არ ცვლის იმას, რომ მოკავშირეებს სერიოზული საბრძოლო მოქმედებები ეწარმოებინათ უშუალოდ ფრონტის ხაზზე. 1940 წლის ივლისში ჰიტლერი გეგმავს ინგლისის არმიაზე თავდასხმას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, გერმანიამ უნდა დაამარცხოს სამეფო ავიაციის RAF-ის საჰაერო დაცვა. ბლეჩლის HAT-6 წყალობით ბრიტანელები კითხულობენ ლუფტავეს ენიგმის კოდებს და წინასწარ ინფორმაციას იღებენ ოპერაციებზე, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ იერიშზე თავად გადავიდნენ და მტრის ბომბდამშენები აფრენამდე დაბომბონ. ლუფტავე დამარცხდა, მაგრამ ბრიტანეთის მდგომარეობა მაინც საეჭვოა. ჰიტლერი ევროპაში დომინირებს, ამერიკა ომში ჩართვისგან თავს იკავებს, საბჭოთა კავშირი კი გერმანიასთან შეთანხმებას ცდილობს. ატლანტიკის ბრძოლა შესაძლოა გახდეს ომის გადამწყვეტი ფაზა და ბლეჩლიმ უნდა გადეხოს გერმანული საზღვაო კოდები. პირველი წარმატება ნორვეგიაში ჩამოგდებულმა ბომბდამშენმა მოიტანა. მის ბორტზე ენიგმას საავიაციო მოდელი თავისი კოდებით ურტიპოვეს. ამერიდან გერმანული კოდების წაკითხვა მხოლოდ დროის ამბავი იყო. 1942 წელს წყალქვეშა ფლოტის სარდალმა ადმირალმა დენიცმა გერმანულ სუბმარინებზე ახალი 4 როტორიანი ენიგმა M4-ის გამოყენება ბრძანა. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ბლეჩლი პარკი მის გაშიფრას უშედეგოდ ცდილობდა. ომის დროს ბრიტანელებმა 170-მდე ენიგმა ჩაიგდეს ხელთ. შიფრის წაკითხვა სწორედ ამ გარემოებამ გახადა შესაძლებელი. ყოველდღიურად ბლეჩლი პარკში დამონტაჟებული 210 ბომბი 3000-მდე გერმანულ შიფრს კითხულობდა.
მანქანებს მონიგაობით 1675 ოპერატორი ქალი და 265 მექანიკოსი ემსახურებოდა. გამოცანას წაკითხვამ ბრიტანელებს სტრატეგიული უპირატესობა მისცა. ამან კი ომის ბედი მეტწილად მოკავშირეების სასარგებლოდ შეცვალა. აქ მთავრდება ენიგმას ამბავი. საიდუმლო მანქანა მუზეუმების თაროებზე ინაცვლებს და დღემდე აუცებს თანამედროვე ადამიანს. თუ ეპიზოდი მოგეწონა, დააკომენტარი და გამოთქვი შენი აზრი. თუნდაც არ მოგეწონა და მიზეზი გაქვს კონსტრუქციული კრიტიკისთვის. შენი აზრი მნიშვნელოვანია და გთხოვ რომ გამოიწერო არხი. შეხვედრამდე.